დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორ ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. მექნება შესაძლებლობა რომ შევხვდე კოლეგა პარლამენტის თავმჯდომარეებს, რა თქმა უნდა, გამოსვლის ფარგლებში ვისაუბრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით და ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გქონდეს ჩვენი გამოცდილების გაზიარება და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა. ძალიან მიჭირს იმის ყურება, რომ სამწუხაროდ ხედავთ გარკვეულ დამაპირისპირებელ ხმებს, კომენტარებს, შეფასებებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც ფიქრობ, რომ არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასმული არის კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორის მიერ. ყველა არიან მისი სულიერი შვილები. ასევე კათოლიკოს პატრიარქის მიერ მოსაყდეთ გამორჩეული უკვე წლების წინ გამორჩეული იყო მეუფე შიო. მე მგონი ყველამ უნდა პატივისცეს უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას. ყველა უნდა ღირსეულად ატაროს ის ხელდასხმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული და ყველამ უნდა ღირსეულად გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ. ჩვენ არ დაგვაუძოს ეს ის ხალხია, ეს ის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც მათი მხარდაჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახიეს და პარლამენტი დატოვეს. ასე რომ მათ არანაირი ანგარიშვალდებულება ქართული ხალხის და მათ შორის საკუთარი მხარდაჭერების მიმართ არ გააჩნიათ და ამაზე ვსაუბრობდით ზუსტად, როდესაც ვამბობთ, რომ მანდატების დახევა ესე უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლისთვის ამ მანდატების სახეში შეყრა. პრობლემა იმაში არის, რომ ამ ხალხს ყველას ერთადერთი ვის მიმართაც აქვს ანგარიშვალდებულებას გრძნობენ, ერთადერთი ვისაც გრძნობენ, ეს არის უცხო ძალები და ვხედავთ ჩვენ, რომ ისინი თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონში შეხვედრები და ხალხთან შეხვედრებში. ისინი თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან ოფისებში, ლაღად გრძნობენ ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო, ვინაიდან საიდანაც იღებენ დაკვეთას, მათ მიმართ გრძნობენ საკუთარ ანგარიშვალდებულებას. აბრეშუმის გზა ტყუილად კი არ გაიარა, იმიტომ გაიარა, რომ მაშინაც ისე როგორც ახლა, ეს იყო ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატია არის, რომ გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, როგორც ამას წინ ერთ-ერთ სიუჟეტში ვნახეთ, რომ მათ შორის საფრანგეთის საგარეო საქმეთა ევროპის საქმეთა მინისტრი ირანი ვერ მოძებნა რუკაზე, ასევე ვერ მოძებნია ხოლმე სად არის საქართველო და გონია ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს, რომ საქართველო შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან, მაგრამ გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია, ასე რომ ის ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ვერ დისავლით და საქართველოს ვერ დანახვით რაიმეს შეძლებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დამარცხდებიან გეოგრაფიას.